პატიებას, ანუ ამინისტირებას და შესაბამისად დღეს ჩემს მიერ წამოყენებული იქნა მთელი რიგი მუხლებისა და სპეციალურად ჩამოთვალე ყველა ის მუხლი, რომელიც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს მოიცავს და რომელიც არ იქნა წარმოდგენილი. რა ხდება საბოლოო ჯამში, ეს არის მართლაც ჰუმანური აქტი. ამაში ალბათ ეთახმება. მე მოგახსენეთ რა. ვინაიდან ბევრ ადამიანს ეხება. მოდით აი ვის ეხება? 200 ადამიანი რეალურად ხდება ამ კანონპროექტის პროექტის. მე მოგახსენეთ ამასთან დაკავშირებით. როდესაც საკომიტეტო მოსმენა იყო ჯერ კიდევ და შემდგომ უკვე პირველი მოსმენა დღევანდელ დღეს მე კანონპროექტის წარმომადგენელ ინიციატორს დავუსვი ესეთ შეკითხვა. როდესაც თქვენ საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგენთ კანონპროექტს ამინისტიის შესახებ, უნდა მოყვეს თუ არა მას სტატისტიკა, იმიტომ რომ ამინისტია არ არის საჯელთან მიმართებაში, ამინისტია არის მუხლთან მიმართებაში, ხოლო მუხლის უკან დგას კონკრეტულ პირთა წრე, რაოდენობა. ანუ საუბარი იმაზე, რომ დაახლოებით 2000 გამოვა, დაახლოებით 2500 გამოვა, დაახლოებით 3000 გამოვა, დაახლოებით 12000 შეეხება. უკაცრავად ეს არ არის სერიოზული განჯის საკითხი, საგანი და უნდა იყოს კონკრეტული სტატისტიკა, რომელთან მიმართებაში შესაძლებელი იქნება ნორმალური საპარლამენტო მუშაობის გაწევა. თუმცა მე მინდა აღვნიშნო, რომ სხდომის თავმჯდომარე, დღეს თავმჯდომარეობდა სხდომას ბატონი მიხეილ მაჭავარიანი, დაგვირდა საჯაროდ, რომ მეორე მოსმენის წინ სწორედ სიობრივად იქნება წარმოდგენილი, პერსონალურად იქნება წარმოდგენილი ყოველი პირის გვარსახელი და ჩვენ გვეცოდინება თუ რამდენ პირს ეხება რა. პირველ რიგში, რამდენი ტოვებს ციხეს, რამდენს უნახევრდება სასჯელი და რამდენს მოეხსნება შესაბამისად პირობითი მსჯავრი. აი ეს არის აუცილებელი სტატისტიკა, რომლის გარეშეც ჩვენი საუბარი იქნება აბსოლუტურად უსაგნო. ხოლო რაც შეეხება სამოხელეო დანაშაულზე შემეკითხეთ თქვენ, სამოხელეო დანაშაულის საკითხზე ალბათ ელენე თედურაძის მოუწევს მუშაობა და მე მას მოვახსენებ კი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის ძირითადად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უფლებამოსილების გადამეტება, მოხელის მიერ ქსამის აღების ფაქტთან დაკავშირებული სიხლის სამართლებრივი დევნები, რასთან დაკავშირებითაც დეკემბრის ბოლოს განხორციელდება მართლაც მე ვფიქრობ ფართომასშტაბიანი შეწყალების აქტი, მაგრამ შეწყალება თავის შეწყალება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი და აქედან გამომდინარე უნდა იქნეს ყოველი პირის მიერ შეწყალება მოთხოვნილი პრეზიდენტის სახელზე, ხოლო ალბათ ციხის ადმინისტრაცია საჯარო ახსნელების დეპარტამენტი იზრუნებს იმ პირებზე, რომლებიც აი ამ კონკრეტული მუხლების უკან მოიაზრებიან, რათა შეახსენოს მათ ეს ვალდებულება. თუ პირმა არ დაწერა შეწყალების თხოვნა, მის მიმართ შეწყალების განხორციელების უფლებას ვერ გამოიყენებს კომისია ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს არის პირის უფლება და უპირატესი უფლება, პირმა თუ განაცხადა უარი შეწყალებაზე, მას ვერ შეიწყალებენ ბუნებრივია. ხოლო რაც შეეხება ამინისტიის სხვა მუხლებს, მე 260 მუხლთან დაკავშირებით ხალბატონო ელენე მიკროფონში. არა, მან უნდა მიმართოს, იქნებ პირი უარს აცხადებს შეწყალებასთან დაკავშირებით. ბატონ ზაქარია, მაპატიეთ ნუ გადავიქცეთ თემას, მე 260 მუხლთან დაკავშირებით მინდა ასევე გავაკეთო კომენტარი. დღეს მე საპარლამენტო ტრიბუნიდან გავაკეთე ესეთი განცხადება და მე მინდა აი ეს სიტყვები ეხლა საზოგადოების განჯის საგანი გახდეს. როდესაც უპრინორჩინის შემცველი სუბუტექსს ეხება ეს საკითხი, ეს არის 260 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე საუბარი. და მისი დაჟადობა არის 0.12 მილიგრამი. ხოლო ზღვარი პირველსა და მეორე ნაწილს შორის მოხმარების ასპექტში გახლავთ 0.12 და 0.12 მილიგრამი უპრინორჩინის შემდეგ იწყება უკვე მეორე ნაწილზე საუბარი. ესე იგი რა გამოდის, თუ მომხმარებელზეა საუბარი 1.10 მილიგრამი თუ არის განსხვავება მათ დოზებს შორის, ეს პიროვნებას ტოვებს ციხეში, მეორე პიროვნებას უშვებს. მე დღეს დარბაზსაც მივმართე საპარლამენტოს და უთხარი, თუ რომელიმე თქვენ შორის მოიძებნება პირი, რომელიც ოპონირებას გაგვიწევს აი ამ კუთხით და იტყვის, რომ ეს ლოგიკა არ არის გამართლებული, მე მზად ვარ ეხლავე შევწყვიტო დიალოგი და დავსვიდეთ ჩემს ადგილას. ასევე 273 მუხლთან. მისი სანქცია მაქსიმალური ზღვარი მისი არის 1 წელი, თავისუფლების საქმეთა სიტუაციებს და მისი განახევრება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ანუ პიროვნებას რომელსაც აქვს 6 თვე მისჯილი, დარჩენილი აქვს 4 თვე, ჩვენ ვნახევებთ ამ 4 თვეს და ესე იგი 2 თვეს ვუყურთ 2 თვეს. თუ რამე ლოგიკაში ჯდება, შეუძლია ვინმეს მიპასუხოს. მაგრამ მიუხედავად შანსი რომ მეორე მოსმენამდე აი ესეთი ტიპის რაღაცები შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათი. პრაქტიკიდან გეტყვით, რომ ამ მუხლის ქვეშ ძალიან იშვიათია ვინც იხდის 1 წელიწადს.
მე რა გიხსნით რა. მე გეთანხმებით, იმიტომ რომ ხდება ესე იგი მოგროვება 273-ები, თუმცა მრავლად ვიცი მე ესეთი ფაქტები, როდესაც პიროვნებამ ვერ შეძლო გირაოს თანხის გადახდა მინიმალურად, შემდეგ დააკავეს ის და ამის შემდეგ აღმოჩნდა იგი 6 თვიან სასჯელზე, 8 თვიან სასჯელზე. ფიქრობ თუ არა თქვენ რომ მეორე მოსმენამდე შეიძლება შეიცვალოს და გაიცვალოს თქვენ მუშაობთ კომიტეტში, სადაც მაგათაც მე ხა ჩამოთვალეს ნეგატიური მხარეები, მაგრამ ამ ყველაფერს გააჩნია თავისი პოზიტივიც რა. პირველ რიგში საკითხი ეხება ანტიკრიზისული საბჭოს მიერ დაწეულ მუშაობას. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. შეიძლება ბატონი გიათორსლაძე არ არის იურისტი და მას უჭირდეს იურიდიული ტერმინოლოგიით საუბარი, მაგრამ მან ნამდვილად ტიტანური შრომა გაწია. ნამდვილად ტიტანური შრომა გაწია და ის ფაქტი რომ 888 კაციდან დღეს საუბარია უკვე გაშვებას გულისხმობ 2200 ადამიანზე ეს უკვე ჩემი აზრით პროგრესია. რამდენად შეცვლდება? ადასტუროთ რომ 2200 ადამიანზე. მე გეტყვი, სტატისტიკა არ არის. არა, საუბარია თქო, მე გეუბნები, იყო საუბარი ოფიციალური 888 ადამიანზე, ეს ის თემა, რომელიც არ დაიმალება, ხმალი ხალხაში არ დაიმალება, სრულიად გეთანხმებით, აღშფოთებას აქვს თავისი კონკრეტულად გამოხატული ობიექტური მხარე, მაგრამ მე მინდა გითხრათ, ხმალი ხალხაში არ დაიმალება, აუცილებლად სტატისტიკა გაიძება და სტატისტიკის გარეშე ეს იქნება კვალში ნაცრი შეხრა უბრალოდ. კი ბატონო, მოდით ხალხო ნეკაციის სიტყვას მართალია ხალხონა ელენე გითხრა მიგადავდით პოლიტიკურ დებატებში, ეს მიზანი არც ქონია და არ შეგვირჩევია იმ ნიშნით, რომ აქ პოლიტიკური დებატები გამართა. ალბათ ჩვენი პოლიტიზირებას მოყავს დებატები რა თქმა უნდა შემაგიობთ ამაზე მეწყვილებს, მაგრამ ხალხო ნეკას აუცილებლად უნდა კომენტარი გაკეთოთ. ალბათ თქვენ ძალიან აი ჩვენთან ინტერვიუშიც რომ ეს არის რაღაც იარი ხელისუფლების მხრიდან და ამაში მას ხასუბავს საპარლამენტო ოპოზიციაც. ანუ რას გულისხმობთ ამაში? მე რამე სხვა მონაცემები გაქვს? თუ უბრალოდ არ გჯერათ რომ ხელისუფლება ამას არ. გეტყვით, მე შევეცდები ძალიან ისეთ დასაბუთებულად წარმოვადგინო ჩემი პოზიცია რატომ მქონდა ამ დღეების განმავლობაში ძალიან კრიტიკული შეფასებები კანონპროექტის მიმართ. მინდა თავშივე ვთქვა ერთი რამ, რომ ეს სიცხადე იქნა შეტანილი არ მგონია არც ამ დარბაზში და არც იმ დარბაზში, რომელსაც პარლამენტი ქვია, რომელიმე ადამიანი მოიძებნოს, რომელსაც ეყოფა ახლა მისი შინაგანი მინიმალური წესიერება მაინც, რომ თქვათ, რომ ეს თემა შეიძლება პირადად ჩემთვის იყოს პოლიტიზირების საშუალება, იმიტომ რომ ახლა მე 11 წელი პირდაპირ მნიშვნელობით პროფესიულად ვიყავი დაკავშირებული პატიმრებთან და მათ განთავისუფლების საკითხთან. ამიტომ ჩემთვის ეს თემა არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მტკივნეული შეიძლება იმ ადამიანებზე მეტად, ვინც ამ საკითხზე მუშაობდა, კანონპროექტზე მუშაობდა პარლამენტში თუ პარლამენტის გარეთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და დამოკიდებულებას ბუნებრივია აქედან გამომდინარე ასახულია ჩემს პოზიციაზე. ეხლა რაც შეეხება რა არ მოხდეს. სამწუხაროდ ნინო პირველივე დღეებში, როდესაც სააშკაროზე სამშაბათზე გამოვიდა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი. საზოგადოებისთვისაც და მათ შორის ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ძალიან ვიყავი დაინტერესებული გაგვეგო რა ეწერა ამ კანონპროექტში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული ტექსტი, ვერ ვახერხებდით გაგვეგო კონკრეტულად რა მუხლებზე იყო ლაპარაკი. პირველი განცხადებები გახსოვთ თქვენ 3000 პატიმარი უნდა განთავისუფლდეს, მერე 2500 პატიმარი. ეს არის უპრეცედენტო ამინისტია, ეხება ყველა იმ მუხლს, რომლითაც გამოვლენ საზოგადოებისთვის, ნაკლებად საშიში ადამიანებს და ასე შემდეგ. კითხულობდით, რომელია ეს მუხლები. ბოლოს როგორღაც გახდა ხელმისაწვდომი დოკუმენტი და აღმოჩნდა რატომ იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომ თურმე 35 მუხლიდან, რომლითაც თავს იწონებს და ხან ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე პატრონა დიმიტრიმაც ახსენა მისი განსაკუთრებული ღვაწლი, თუმცა კარგი იქნებოდა უფრო კომპეტენტურ ადამიანებს ემუშავათ ამ დოკუმენტზე და გამოიჩინათ ინიციატივა, რომ ეს თუნდაც პატრონ დიმიტრის ესაუბრა ამ საკითხზე, და იურისტია, ადვოკატად მუშაობდა და დარწმუნებული ვარ, გაცილებით უფრო დამაჯერებელი იქნებოდა არგუმენტები, ვიდრე ბატონ თორთლაძეს, რომელიც თქვენი ეთერის თქვენ სტუდიაში გუშინ წინ ჯიბის ქურდობაზე საუბრობდა, რომელსაც ძალიან უხერხულია, როდესაც ესეთ არაკომპეტენტურ განცხადებებს ისმენ. მაგრამ მოდი თავი დავანებოთ, ეს არ არის ხა მთავარი არის ის, რომ აღმოჩნდა 35 მუხლიდან 20 მუხლი არის შეტანილი კანონპროექტში ისეთი, რომლითაც ჩვენ არც ბრალდებული გვყავს, არც მჟავდებული გვყავს. და ელემენტარულად აი ხა ვამბობდი გადაცემის დაწყებამდე, რომ 11 წელია სიცხლის სამართალში მუშაობდა. ვინმეს რომ მეკითხა ჩემთვის არსებობს თუ არა სიცხლის სამართლის კოდექსში, მაგალითად პროფესიული შეჯიბრების მონაწილის ან კონკურსანტის მოსყიდვა.
ვერ გეტყოდით, რომ ეს მუხლი არის. ან მაგალითად, არა, თურმე არსებობს. მაგალითად, სახელმწიფო ჯილდოს შეძენა და განსახება. მაგალითად, მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა. სადაც გვაქვს საერთოდ ესეთი გარემო ჩვენ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა